გამოიწეროთ არხი. დიდი ხნის წინათ პატარა და-ძმა ცხოვრობდა. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ძალიან მეცნიერები იყვნენ. სულ თამაშობდნენ, ერთობოდნენ, იცინოდნენ, მაგრამ ჯადოქარი დედინაჩვალი ყავდათ. ბავშვებს სულ ცუდად ექცეოდა. ერთხელაც მობესდათ ბავშვებს სახლიდან გაიქცნენ და ტყეს შეაფარეს თავი. ასე წყარო მოდიოდა. ბიჭუნა წყლის დასალევად დაიხარა, მაგრამ და არა ჩურჩული გაიგონა. თუ ჩვენ წყალს დალევ, ვეფხოთ გადაიქცევიო. ეცნებულმა შეხვპირა. ჯანიკო არ დალიო, თორე ვეფხოთ გადაიქცევიო. ასე გზა გააგრძელეს და კამკამო წყაროსთან მივიდნენ. ბიჭუნა წყლის დასალევად დაიხარა, მაგრამ დას ისე მოესწრო თუ ჩვენ წყალს დალევ, გლაზე გადაიქცევიო. ჯანიკო არ დალიო, ცოტაც მოიწვინა და იქნეს არქ წყაროსად მივადგეთო. იზარეს ტყეში და მიადგნენ მესამე წყაროს. არამ დაიჯახა, არ დალიოდეს წყალი, თორე ირემად გადაიქცევითო. მაგრამ ბიჭუნას ისე ტყუროდა, არ მოსმინა და დალია. მაშინმა ბიჭი ირემად გადაიქცა. კიდევ კარგი ბიჭუნა ირემს ლაპარაკი შეეძლო. ამასობაში ტყეში დაღამდა. მიტოვებულ ხოხს მიადგდნენ და იქ დაიწყო ცხოვრება. გავიდა დრო. ერთ დილა ახალგაზრდა მეფე სანადიროდ გამოსულიყო ტყეში. ჯანიკო ირემს ეხსინდა და დაიყოს უთხრა. თქო ნება მომეჩი გავიქცე, თორე მომაძირეები მომკლავენო. გოგონა მუთხრა, სივჩასვლამდე მოდი. არებზე დააკაპუნე და მითხარი. დაიკო მე ვარ შემომიში და კარს გაგიღებო. მათი საუბარი მეფის სახურმა მოისმინა და ახალგაზრდა მეფეს მოახსენა. ახალგაზრდა მეფე მიიპარაკარებთან და აკაკუნა და თქვა, დაიკო მე ვარ შემომიშვიო. გოგონამ კალი გააღო და კართან ახალგაზრდა მეფე დახვდა. გოგონა სტუმარი შეიპასტიჟა და მეფეს მოუხვა მისი და მისი ძმის ამბავი. მეფეს და გოგონას ერთმანეთი მოეჭონათ. ახალგაზრდა მეფე გოგონა და ჯანიკო ირემი სასახლეში მიიყვანა. მერე მოუყვანინა ბოროტი დედინაჩვალი და ირემ ჯად მოხსნა. ირემი ტამში მაჭვილად გადაიქცა. გოგონამ და მეფემ იკორჩინეს და ცხოვრობდნენ ბედნიერად. მათ სასახლეში ცხოვრობდა და ცუდი ამბები არწუ დაბარდა. დასრულდა ეს ზღაპარი. თუ მოგწონთ ზღაპრები, გამოიწერეთ ჩემი არხი. კარგად ვავსებო. თქო გამოიწეროთ არხი.